არავის არ მოეწონა, მაგრამ მე ვიდეო ვნახე შემთხვევით ონლაინში. თქვენ ლაივში გაგიმეოროთ თუ ეს არ არის პრობლემა. აი მეორე. რას გულისხმობთ? არა, ჩემ კინებაზე აპელირება და ვერ ხვდები პარტიზანი მებაღე და ეს არის ქალაქის მერი და ეხლა გააგრძელოს ის მაგრამ პარტიზანი მებაღეს აქვს პრეტენზია რომ მერი გადადგეს. მე არა ბატონო, საერთოდ გონზე არ ახართ რა ხდება? მერის გადადგომაზე მე საერთოდ არ ამბობ. მე რა ხდება ქალბატონ ნატა? მაშინ მოდით ქალბატონ ნატას მოусმინოთ და შემდეგ უკვე მერის გადადგომაზე. თქვენ საერთოდ აი ეს თქვენი იდეო დაჯგუფება უკან დაჯგუფება ჯერ ერთი ითხოვთ იმ ეს არის გამოწვეული მე მესმის რომ ბუნება ძალიან კარგია არ ვიცოდი რომ ესეც სისულელეში მოვდიოდი ძალიან დიდი ბოდიში რატო სისულელე ქალბატონო თქვენ გაქვთ საშუალება თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ მე ჩემსაც ვიტყვი და მე თქვენ გააგრძელოთ მე თქვენ არ არის საჭირო შეურაცხყოფა არა უბრალოდ ვიდეო რომ მოვიცეთ ეს იყო ძალიან ცუდი მოსაზრება იგივე გამგებელი დგას კაცი და აგინებთ დედას იქ და ნუ რა ვიცი ხა კი ვაგინებთ დედას და არ არის პარტიზანი მებაღე და მერს შორის პარტიზანი მებაღე 2012 წლამდე გეძინათ უკაცრავად? არა, ყნაურობდი. რა თქვენი საქმეა? რა საკეთებდი 2012 წლამდე? რა თქვენი საქმეა? აი თქვენთანაც როგორ შეიძლება? ხო და არ შეიძლება თქვენთან ლაპარაკი ნამდვილად. არა, ნუ ახლა რა მოდით ქალბატონ ნატას მოусმინოთ, იმედი მაქვს. თქვენ საერთოდ ტელევიზორში არც უნდა გიშვებდნენ იმ ხო და არც მინდა ძალიან გთხოვთ ქალბატონ ნატა თქვენი პოზიცია. არა, რომ გაიჩეხა ხები იუსტიციის სახლი რო აშენდა, სკვერი რო დაინგრა და ვიყავ გამანებეთ. მე რატომ უნდა ვყოფილიყავი? მე არ ვარ პარტიზანი და ვიყავი მაშინ პარტიზანი და მართლა ყნაურობდი. არ მეცალა ამ რა თქვენი გადაგახსენდათ ხე? არა, მიშა მიგზავნის ოდესიდან ჩემოდნით მე არ მიხსენები აქ აბა რა სისულელეს ლაპარაკობ? არ გვინდა ამ ტონალობაში საუბრობ. სადიღავით თქო მილიონი პოლიციის შენობა აშენდა. ეხა მელოდება უამრავი ნორმალური ტელევიზია იქ და ჩვენ არანორმალური ტელევიზია. ესეთი ოპონენტები ხა არასერიოზული